რყევა იგრძნო, ინსტინქტურად ჭერს ახედა, ოთახი აშკარად მოძრაობდა. დაცვად შემოვარდა. ჯუმბერი მიხვდა, რომ მიწაიცრა. ყველას ეგონა, რომ ეპიცენტრი დაღესტანში იყო. უმალ დაუკავშირდნენ მახაჩკალას. აღმოჩნდა, რომ იქ მშვიდობაა. ამ დროს მდივანი შემოვიდა და უახლესი ინფორმაცია მიუტანა ცეკას პირველ მდივანს. ეპიცენტრი ახალქალაქისა და ბოგდანოვკას მიმდებარე ტერიტორიისკენ ფიქსირდებაო. მალე კი ცნობილი გახდა, რომ იწისრა სომხეთის ტერიტორიაზე, სპიტაკში იყო. საქართველოში დიდი და პატარა ფეხზე დადგა სომეხი ძმების დასახმარებლად. ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მობილიზაცია გამოაცხადა და მედიკოსთა ჯგუფები სამხრეთ საქართველოსკენ დაიძრნენ. ახალქალაქში ჩასული ჯუმბერ პატიაშვილი პირდაპირ საავადმყოფოში მივიდა, სადაც დასახიჩრებული ადამიანები დახვდნენ. ასეთივე სურათი იყო ბოგდანოვკაშიც. იქიდან კი სპიტაკში ჩაფრინდნენ. აქ კი ჯუმბერს თავისი ბოქსიორი გაახსენდა, ლორდი, საოცრად მგრძნობიარე და გონიერი ძაღლი, რომელიც ამ დილით ეზოდან გავიდა და დაიკარგა. ამაოდ ეძება მთელმა ოჯახმა. ცუდის ნიშანია, გაიფიქრა და სამსახურში წავიდა. რომ ამბობენ ცხოველები ადამიანზე უმალ გრძნობენ, მოახლოებულ საფრთხესო, მართალია, დაასკვნა მან. სპიტაკში ჩასული ჯუმბერი და მისი თანმხლები პირები შეძრძუნდნენ. იქ მხოლოდ მიწის პირიდან აღგვილი ქალაქის ნაშთები დახვდათ, საიდანაც ნანგრევებში მოღრულთა კვნესა და გადარჩენილთა განწირული კივილი ისმოდა მხოლოდ. დაკარგულ ოჯახის წევრებს და ახლობლებს რომ ეძებდნენ. ჯუმბერმა ორივე ხელის სახეზე აიფარა. მსგავსი უმწეობა და უსუსურობა არასდროს უგრძნია. ამ დროს ქალის ისტერიული კივილი შემოესმა. ის საწყალი ნანგრევებიდან ქვებს თვითონ ყრიდა და იმეორებდა, აქ ჩემი შვილია, აქ ჩემი შვილიაო. ჯუმბერმა ხელების სახიდან მოიშორა და შეიგრძნო რა სრული აპოკალიფსური სურათის საშინელება მოახერხა თავის ხელში აყვანა. ამ დროს მკლავზე შეხება იგრძნო, მიიხედა მის წინ მოხუცი, დატანჯული, თხელწვერიანი კაცი იდგა. შენ საქართველოს უფროსი არ ხარ, შვილო, მძიმედ დაუქნია თავი და თვალებში შეხედა. მოხუცმა სომეხმა ვეღარაფერი უთხრა, თავი მკერდზე მიადო და აქვითინდა. ამ წუთიდან ჯუმბერ პატიაშვილი ამ განადგურებულ ქალაქში ლიდერად იქცა და უმძიმესი ემოციური ფონის მიუხედავად ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რაც კი შესაძლებელი იყო, ყველა ქმედითი ღონისძიება გაატარა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მომავალი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაგეგმეს და დაღამებულზე გამოფრინდა თბილისისკენ. მადლიერმა სომეხმა ხალხმა ჯუმბერ პატიაშვილს ტრაგედიის დროს გვერდში დგომა და დახმარება დაუმადლა და მოგვიანებით, როცა სპიტაკი აღდგა, სურვილი გამოთქვეს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელი და გვარით აერქმიათ. ამ დროს ბატონი ჯუმბერი უკვე გადამდგარი იყო ცეკას პირველი მდივნის პოსტიდან. ჯერ თავი შეიკავეთ, 9 აპრილის შემსწავლელ კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია. ასეთი პასუხი გასცა ახალმა მდივანმა. თუმცა სომეხი ხალხის სიყვარულს ცეკას 2 საათიანი მდივნები ვეღარ შეანელებდნენ და როცა სპიტაკის ტრაგედიიდან 20 წლის თავზე ლენინაკანში ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოდან მიწვეულ სტუმრებს შორის ჯუმბერ პატიაშვილიც იყო, იქაურები ისე გულთბილად და ემოციურად დახვდნენ. ერთ-ერთმა ქართველმა დეპუტატმა ჩურჩულით კითხა: ბატონო ჯუმბერ, თქვენ ხშირად დადიხართ აქ? ჯუმბერს გაეხიმა, 20 წლის შემდეგ იგი პირველად ჩამოვიდა აქ. 20 წლის წინათ კი 1988 წლის 7 დეკემბერს ღამით, როცა სპიტაკიდან თბილისში მოფრინავდნენ, თოვა დაიწყო და იძულებული გახდნენ ვეტმფრენი სტეფანავანში ავტომანქანის სინათლის დახმარებით ტრასაზე დაესვათ. გამოვლილი ავტომობილი გააჩერეს, ძველ მოსკოვში ჩასხდნენ და
თბილისამდე გამთენიას ჩამოაღწიეს. ყოველი წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11 საათსა 41 წუთსა და 27 წამზე მთელი მსოფლიოს სომხური ეკლესიები სარს შემოჰკრავენ და ტრაგედიას იხსენებენ. და არ არსებობს ამ ქვეყნად სომხური ტაძარი, სადაც ამ დღეს იმ პიროვნებებს შორის, ვინც განსაკუთრებულად ამოუდგათ გვერდში მძიმე მომენტში, გამორჩეული სიყვარულით და პატივისცემით არ მოიხსენიონ ჯუმბერ პატიაშვილი.